იმედია ვიღაცის სახლში არ შემოვიპარე. ძალიან მყავს ეს ადგილი. ახლა ზუსტად ვარ იმ ნაწილში, საიდანაც ჩემი კლასიფიკაციით იწყება ამ ქუჩის მეორე შედარებით საშუალოდ მშვიდი ნაწილი. ეს პირველი ნაწილი არის, ვისაც ფილაქნებამდე მიხვალ, რომელიც არის ხმაურიანი ქალაქი, ფაქტობრივად. მეორე არის ფილაქნები. ეს ადგილი არის, სადაც შეიძლება იპოვოს სიმშვიდე ჩემთვის. და მესამე ნაწილი არის მოწყვეტა, რომელსაც ახლა მე ავდივარ. და მივადგეთ მესამე ნაწილის დასაწყისიც. ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი სასრულზე ხდება ის სცენა, რაც გადმოვეცი. ნანა ავდივარ მაღლა და ყოლასოზე სპონტანურობა ყოველთვის კაი გადაწყვეტილება ხდება ჩემ შემთხვევაში, ამიტომ აქედან დავაშორე კონდით. მეგამ ვიღაცა ქალს შევვარდი ეზოში. სადორაბიც. და აი ესა ამ ბოდიალის ყველაზე მთავარი პლუსი. ვარ სადღაც სულიკო ჟღენტის ქუჩაზე. აქვე მოვიკითხავ ჩემს მამაშვილს. რაც უფრო ბნელი ქუჩა არის, მით უფრო მინდა იქ შესვლა. მინდა მოხდეს. აქ შეუძლებელია დაიკარგო. ახვალ ვერის მხრიდან, ჩამოხვალ თაწმინდის მხრიდან, ახვალ თაწმინდის მხრიდან, ჩამოხვალ სოლარის მხრიდან. აქ რაღაც ძველი გამოიხედო მეორე მხარეს და ახალი. ძალიან მისამებელი არის, რომ ბირჟის კულტურა ძველ თბილისში და შემორჩენილი. იმედია ვიღაცის სახლში არ შემოვიპარე.